თავი მეოთხე. როდის და რის შედეგად დაიღუპა ატლანტისი? კოსმოსური თუ მიწიერი წარმოშობის კატასტროფები, როგორც ვნახეთ, უპირველეს ყოვლისა, ძველი ხალხების მითოლოგიაში აისახა. ზოგი მითი საკაცობრიობო მნიშვნელობის მქონე ამბავს ასახავს, სხვა უფრო მოკრძალებული ხასიათისაა. ამას გარდა მითებში მოთხრობილი ისტორიები კვლევართა ინტერესს იმათაც იწვევს, რომ მათში ისეთი მასშტაბების კატასტროფებია მოცემული, რომლებიც ძირეულად სვლიდა და გადაშენებას უქადდა კაცთა მოდგმის ყოფა ცხოვრებას. ასეთი შინაარსის მითების სიმრავლემ ცხადია თუ მათში რეალურად მომხდარი მოვლენებია ასახული, მეცნიერებს აღუძრათ კითხვა, ამ მითებში მოთხრობილი კატასტროფები ქრონოლოგიურად ერთმანეთს ხომ არ ემთხვევა? ანუ ერთი მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაციასთან ხომ არა გვაქვს საქმე? იგივე აინტერესებს პოლონელ ანთროპოლოგს ლუდვიგ ზაიდლერსაც. ბერძენ ავტორთა მიერ მოთხრობილი ეს პოეტური ამბავი მითი ფაეტონის შესახებ, რომელიც სხვათა შორის მრავალი დრამატული ნაწარმოების, რომანისა და ლექსის და თვით ოპერის მშვენიერ თემად გამოდგება, ასახავს კოსმოსური მასშტაბის საზარელ კატასტროფას. დედამიწაზე კლიმატი რომ შეუცვლია და რომელსაც ციური სხეულის მეშვეობით არნახული ნგრევა გამოუწვევია. ამ ლეგენდის ანალოგიები მოიძებნება სხვა ხალხთა, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკელ ინდიელთა თქმულებებში. მასვე მიმართავენ ხოლმე ატლანტისის კოსმოსური კატასტროფის მომხრენი. ოღონდ შესამოწმებელია ერთი რამ, შეიძლება თუ არა ფაეტონის კატასტროფა და საყოველთაო წარღვნა თუ დევკალიონის წარღვნა ერთ და იმავე მოვლენად მივიჩნიოთ. ეს კითხვა მეტად მნიშვნელოვანია და აი რატომ. ატლანტოლოგთა გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს კუნძულ ატლანტისის კოსმოსური კატასტროფის შედეგად დაღუპვას ან გულისხმობს დედამიწასთან მეტეორიტის, ასტეროიდის, კომეტის ან რომელიღაც პლანეტის, მაგალითად პირველი მთვარის შეჯახებას. ასეთი შეჯახებები დედამიწის არსებობის მანძილზე არაერთხელ ყოფილა. ამ შეჯახებათა ნაწილი კაცობრიობის გარიჟრაჟზე, ნაწილი კი შემდგომ პერიოდში მომხდარა და თავისებურადაც აისახა სხვადასხვა ხალხის მითოლოგიაში. ცხადია, ატლანტოლოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ მითებს, მით უმეტეს, რომ მათ ხელი შეუწყეს ატლანტისის კოსმოსური კატასტროფის თეორიის გაჩენას. პოლკოვნიკი ბრაგინი მიიჩნევდა, რომ ატლანტისის დაღუპვა დედამიწასთან რომელიღაც პლანეტის შეჯახების შედეგად მოხდა. ეს კი მისი აზრით ასე მომხდარა. დედამიწას მიზიდულობის წყალობით თავის ორბიტაში მოუქცევია ეს პლანეტა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა. ბოლოს მის ორბიტაში შემოჭრილა და შეჯახებია კიდეც. თეორიის ავტორის აზრით, ამ კატასტროფის მსხვერპლია ატლანტის ოკეანეში კუნძული ატლანტისი,
ინდოეთის ოკეანეში კი მატერიკი, რომელიც კუნძულ მაგადასკარს, ცეილონს, სამხრეთ ინდოეთს და ინდონეზიის ზოგიერთ კუნძულს მოიცავდა. ამ მატერიკს ჯერ ლემურიას უწოდებდნენ, შემდეგ კი გოდვანა დაარქვეს. ბრაგინის აზრით გოდვანაზე ჯერ კიდევ მთვარის გაჩენამდე ცხოვრობდნენ ადამიანები. შემდეგ პირველი მთვარის გამოჩენისა და დედამიწასთან მისი შეჯახების შედეგად მოხდა ის, რომ დედამიწამ სხვა მთვარე შეიძინა, რომელსაც პირველის ბედი ელისო. სავარაუდოა, რომ პოლკოვნიკის თეორია ბერძნულ მითოლოგიაში მოხსენიებული პროსელენდების მთვარის გამოჩენამდე დაბადებული, უფრო სწორად კი მიწიდან ამოზრდილი ადამიანების ამბითაც იყოს ნაკარნახევი. სხვა თეორიები, რომლებშიც დედამიწასთან ასტეროიდის, კომეტის ან მეტეორიტის შეჯახებაზეა ლაპარაკი, უფრო ფაეტონის მითით არის სტიმულირებული, მაგრამ ამას ზოგიერთი თავგამოდებული ატლანტოლოგისათვის ხელი არ შეუშლია ატლანტისის კოსმოსური კატასტროფის შედეგად დაღუპვის ზუსტი თარიღი დაედგინა. ასე მაგალითად, პოლონელი ასტრონომი ოტო მუკი ამ ამბავს ძველი წელთაღრიცხვით 8499 წლის 5 ივნისის 13 საათით ათარიღებს. ამ დროს 4 ციური სხეული, მზე, ვენერა, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზზე განლაგებულა. ამას კი მზის სისტემაში შემოჭრილი ასტეროიდი იმდენად გადახარა ორბიტიდან, რომ ეს უკანასკნელი დედამიწას შეჯახებია. მუკი უთითებს ამ შეჯახების ადგილსაც ნახევარკუნძული ფლორიდის რაიონში, ატლანტისის ოკეანის ფსკერი, ბაჰამის კუნძულების აღმოსავლეთით. აქ ასტეროიდის ძირითადი მასა ჩამოვარდნილა. ჩრდილოეთი და სამხრეთი კაროლინის შტატების ტერიტორიაზე კი ასტეროიდის ნამსხვრელთა დაცემის რამდენიმე 1000 კვალია კრატერების სახითო. არსებობს ოტო მუკის კოსმოსური კატასტროფის თეორიისაგან განსხვავებული სხვა თეორიაც. ასტრონომ ბუნევს მიაჩნდა, რომ ასტეროიდი კი არ შეჯახებია დედამიწას, არამედ 40,000 კილომეტრის მანძილზე ჩაუქროლა თურმე, მაგრამ ამას ოკეანეებში ისეთი მოქცევები და მიქცევები მოჰყოლია, რომ მთელი მატერიკები წაულეკავს. ცხადია, წალეკავდა კუნძულ ატლანტიდასაც. თუმცა ეს თეორია ვერ დასტურდება იმ მიზეზით, რომ კატასტროფის გამომწვევი ასტეროიდი არსად ჩანს. მაგრამ ამას ატლანტოლოგთა ნაწილისათვის, ვისაც ასეთი კატასტროფისა სჯერა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ დედამიწასთან კოსმოსური სხეულის შეჯახების თეორიით სულ ადვილად ხსნიან კლიმატის შეცვლას, მაგალითად გამყინვარების დროს მყინვარების უკუქცევას, რადგან მიაჩნიათ, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახებას უნდა მოჰყოლოდა დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსებისა და ეკვატორის ადგილმდებარეობის შეცვლა. ამასთან, როგორც მოგახსენეთ, საქმე ის არის, რომ გამყინვარება რამდენჯერმე მოხდა. ასევე რამდენჯერმე უკვე იქცა მყინვარებიც და ყველა ეს ცვლილება ვერ დაუკავშირდება იმ კოსმოსურ კატასტროფას, რომელიც პლატონის მიერ დასახელებული თარიღის მომხრე ატლანტოლოგთა აზრით 12,000 წლის წინათ მომხდარა. ეს ასეა, ბევრია უპასუხო კითხვა და ატლანტისის კოსმოსური კატასტროფის თეორიის თანამედროვე მეცნიერულად დასაბუთება არ ხდება. ამიტომ ატლანტოლოგები მათთვის მისაღები თეორიის დადასტურებას მითებში ხედავენ. სწორედ ასეთ შეხედულებას გამოხატავდა ლუდვიგ ზაიდლერი, როცა წერდა: ხოლო იმათ, ვინც კატასტროფას გადაურჩა, შთამომავლობისათვის გადმოუცია ამბავი ფაეტონისა, რომელმაც მამამისის, ჰელიოსის ცეცხლოვანი ეტლის ცარგვალზე წარმართვა ვერ შესძლო, ან კიდევ ამბავი საზარელი ჰურაკანისა. რა კი ფაეტონის ამბავი ვიცით, გავეცნოთ, რას წარმოადგენს ჰურაკანის მითი. ცენტრალურ ამერიკაში, კერძოდ გვატემალაში, ახლად ცხოვრობს მაიას მოდგმის ინდიელთა ტომი კიჩე. მათი მითოლოგიის შესახებ ძირითადად ცნობებს გვაწვდის ეპოსი პოპოლ ვუხი.
იქ მოთხრობილი მითის ერთი ვარიანტის მიხედვით სამყაროს შემოქმედნი იყვნენ ქალღმერთი თეპევი და ღმერთები კუკუმაცი და ჰურაკანი. მათ შექმნეს მიწა, მთები, დაბლობები, მცენარეულობა და ცხოველები. თავიდან ისინი შეეცადნენ ჯერ თიხისაგან შეექმნათ ადამიანები, მაგრამ მათი ქმნილება ჩამოიყვენთა. არ შეეძლო მოძრაობა. გაბრაზებულმა ღმერთებმა ისინი გაანადგურეს. შემდეგ ხისგან გამოთალეს, მაგრამ ისინი ღმერთებს პატივს არ მიაგებდნენ და არ უჯერებდნენ. ამიტომ გამოიწვიეს წარღვნა და ცეცხლის წვიმა და ამის შედეგად თითქმის ყველა ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილები კი პატარა მაიმუნებად გადაიქცნენ. ატლანტოლოგებს ჰურაკანის მიერ მოვლენილი ცეცხლის წვიმა კოსმოსური კატასტროფის გამოძახილად მიაჩნიათ. პოპოლ ვუხის ეპოსში ცეცხლის წვიმასთან ერთად წარღვნაზეც არის ლაპარაკი. ეს კი ბევრ ატლანტოლოგს იმის დადასტურებად მიაჩნია, რომ დედამიწაზე საყოველთაო წარღვნა მოხდა და ის კოსმოსურმა კატასტროფამ გამოიწვია. ამ მოვლენას უკავშირებენ ატლანტისის დაღუპვასაც და ატიკის ნაყოფიერი დაბლობების გადარეცხვასაც. ამბობენ, რომ ამისი გამოძახილია ამერიკელ ინდიელთა მითებში და დევკალიონის წარღვნაც მისი ბრალი უნდა ყოფილიყო. ამ თეორიის სუსტი მხარე ისაა, რომ მისი დასაბუთება ძნელია და აი რატომ. როგორც ვნახეთ, მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაშია სულ ცოტა სამი წარღვნა. ამას გარდა დედამიწაზე ბევრია ხალხი, რომლის მითოლოგიაშიც ამა თუ იმ მასშტაბის წარღვნა არის მოხსენიებული. ზოგშიც მოსალოდნელი, ამიტომ თვალი გადავავლოთ წარღვნის თემას მითოლოგიაში. კვლევარებმა დიდი ხანია მიაქციეს ყურადღება, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიაში არსებულ წარღვნას არსებითად ერთი სქემა უდევს საფუძვლად. ამის შესახებ საყურადღებო ინფორმაციაა მოცემული მითოლოგიურ ენციკლოპედიაში, სადაც ამოიკითხავთ. სოფლიო წარღვნის მითების ძირითადი სქემის არსი შემდეგში მდგომარეობს. ღმერთი ხალხს წარღვნას უგზავნის ცუდი ქცევის, ტაბუს დარღვევის, ცხოველთა მკვლელობების და ასე შემდეგ გამო, ან კიდევ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. ზოგიერთი ადამიანი გამორჩეულნი სიმართლით ადრევე არიან გაფრთხილებულნი წარღვნის შესახებ და გადარჩენისათვის ზომებს იღებენ. აგებენ გემს, კიდობანს, ტივს, დიდ კანოეს, ნავს და სხვა. ან კიდევ საშიშროებისაგან თავს აფარებენ მთას, მაღალ ხეს. ვარიანტი სწრაფად მზარდი ხე. წყლის მატებისას მაღლა ახავს ადამიანები, მცურავ კუნძულს, კუს ბაკანს, კიბორჩხალას, დიდ გოგრას ან ქოქოსის კაკლის ნაჭუჭს და ასე შემდეგ. თავის გადარჩენის მსურველთ არც თუ იშვიათად თან მიხავს ცხოველები, მიაქვთ თესლი ან მარცვლეული და ასე შემდეგ. წარღვნის გამომწვევი თავსხმა გრძელდება საკრალურად მიჩნეული დროის მანძილზე, მაგალითად 7 ან 40 დღე, ნახევარი წელი. როცა ის შეწყდება, წყალი დაწევას იწყებს. ხმელეთის საძებნელად გამოუშვებენ კარგი ამბის მომტან ფრინველს, ზოგჯერ მღრღნელს. გემი მიაღწევს მთებს, კუნძულს, ადამიანები ჩამოდიან ხიდან, მთიდან და ასე შემდეგ. იწყება ახალი, ხშირად ალალ-მართალი ცხოვრება ღვთაებრივ მცნებათა შესაბამისად. ხალხი, საქონელი, მცენარეულობა მრავლდება და კვლავ დასახლდებიან დედამიწაზე. წარღვნის სიუჟეტში ნიშანდობლივია ადამიანთა პირველი წყვილის ან ცოლ-ქმრის გამოჩენა, რომლებიც წარღვნის შემდგომი ცხოვრებისას კაცობრიობის წინაპრები, ზოგჯერ კი ეთნიკური და კულტურული ტრადიციების ფუძემდებლები ხდებიან. ამრიგად, წარღვნის მითოპოეტური თემა იქცევა უმნიშვნელოვანეს დამაკავშირებელ რგოლად ბუნებასა და კულტურას, კოსმოლოგიასა და კვაზი ისტორიას,
ბუნების უფლებებსა და მორალს შორის, ეყრდნობა ღვთაებრივ დადგენილებას, აღთქმა ღმერთსა და ადამიანებს შორის. ასეთი გახლავთ სქემა, რომელიც წარღვნის შესახებ არსებულ თითქმის ყველა მითში მეორდება. გავეცნოთ ამათგან უძველეს მითებს. პირველად უნდა მოიხსენიოთ წარღვნისადმი მიძღვნილი შუმერული მითის პერსონაჟი ზიუსუდრა, დღეგრძელი სიცოცხლისაკენ მავალი, ქალაქ შურუპაკის ბრძენი და ღვთისმოსავარი მმართველი. მას ადამიანთა მფარველმა ღმერთმა ენქიმ ამცნო ღმერთების განზრახვა, ადამიანებს მოულინოს წარღვნა და ურჩია აეგო კიდობანი, რომელსაც წარღვნის დროს თავში აფარებდა. მართლაც ენქის ნათქვამისამებრ ღმერთმა ენლილმა ადამიანებს თავს წარღვნა დაატეხა. ადამიანთა გამრავლებისა და მათ მიერ ატეხილი ხმაურის მიზეზით 7 დღესა და 7 ღამეს გრძელდებოდა წვიმა ზიუსუდრამ, როგორც კაცობრიობის თესლის მხსნელმა, ღმერთების დარად მოიპოვა მარადიული სიცოცხლე და თავის მეუღლესთან ერთად ნეტართა კუნძულ თილმუნზე დასახლდა. წარღვნის შუმერული მითი უდავოდ ადგილობრივი წარმოშობისაა და ბუნებრივმა გარემომ შეუწყო ხელი. ისინი ცხოვრობდნენ მიწაზე, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ წყლით იყო დაფარული. არ არის ძველი ის მიწა, სადაც აღმოცენდა სამხრეთი შუმერის პირველი ქალაქები. ქვის ხანა არ მოსწრებია ამ ნიადაგს. ნეილოთის ხანაშიც დღევანდელი სპარსეთის ყურე, ბაჰრეინი, ისე ღრმად იყო შეჭრილი ხმელეთში, რომ მთელი სივრცე ზღვით იყო დაფარული სწორედ ისე, როგორც იხსენიებს ქვეყნიერების შექმნას ბაბილონური მითოსი. წმინდა სახლი, ღმერთების სახლი, წმინდა ალაგად არ იყო შექმნილი. ლერწამი არ იყო აღმოცენებული, ხე არ იყო დანერგილი, აგური არ იყო დადებული, ალიზი არ იყო მოზელილი, სახლი არ იყო აგებული, ქალაქი არ იყო აღმოცენებული, ქალაქი არ იყო აგებული, სულდგმული გაჩენილი, ნაპური არ იყო შექმნილი, ექური აღმოცენებული, ურუქი არ იყო შექმნილი, ეანნა აღმოცენებული, ერიდუ არ იყო შექმნილი, აფსუ აღმოცენებული, წმინდა სახლი, ღმერთების სახლი, მათი ბინა არ იყო შექმნილი, მთელი ხმელეთი ზღვა იყო ოდენ. 43-47. იდგინას და ბურანუნას მდინარეები ტიგროსი და ევფრატი მრავალი საუკუნის განმავლობაში მოჰქონდათ და ლექავდნენ კალაპოტის გასწვრივ უნოყიერეს, თითქმის უხვინჭკო ალუვიონს. მათვე გამოსტაცეს მლაშე წყლის სტიქიონს მოზრდილი სივრცე და დააფინეს ნიადაგი. ბაჰრეინმა უკან დაიხია, ხოლო მდინარეთა შესართავთან დიდ ფართობზე დარჩა ლერწმოვანი ჭაობი, სადაც მომავლისთვის კვლავ მყარი ნიადაგი იქმნებოდა თანდათან. ასე რომ ნილოსის ქვეყნის მსგავსად ამ მხარეზეც არანაკლები უფლებით ითქმის, რომ იგი იდგინა ბურანუნას ზღვენი იყო. როგორც ვხედავთ, ამ ორ მდინარეს მხოლოდ მაცოცხლებელი წყალი კი არ მოუტანია, არამედ ქვეყნის საძირკველიც. ამიტომაც გასაგებია, რატომ ჰქონდა შვამდინარულ მითოსში ესეოდან დიდი მნიშვნელობა მტკნარი წყლის სტიქიას, ენქის სამფლობელოს. დიახ, წყალი დიდ როლს ასრულებდა იმ ტერიტორიის შექმნაში, სადაც შუმერთა კულტურა აღმოცენდა და განვითარდა. მდინარეებმა მოიტანეს მიწა, მდინარეებმავე გაანაყოფიერეს და აქციეს უხმოსავლიანად, მაგრამ იგივე მდინარეები საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანს. ნაპირებიდან გადმოსული ტიგროსისა და ევფრატის ტალღები ათეული კილომეტრის მანძილზე წალეკავდნენ ხოლმე ნათეს ფართობებს. ამას ხშირად თან ახლდა სტიქიური უბედურებაც, მთელი რიგი დასახლებული ადგილების დატბორვა და წალეკვა, რაც ადამიანების შეგნებაში ტოვებდა წარღვნის შთაბეჭდილებას.
აი რომ თავად ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა წარღვნის მითის შექმნა, შუმერული ბუნებრივი გარემო ამისთვის შესაფერისი იყო. ტიგროსისა და ევფრატის უეცრად და ყველაფრის წამლეკ ადიდებას ადამიანები არხებსა და დამბებს უპირისპირებდნენ, მაგრამ როცა მათი ძალისხმევა ამაო იყო, აღარაფერი რჩებოდა გარდა იმისა, რომ მაცოცხლებელი წყლის მომაკვდინებლად გადაქცევა ღვთის რისხვად აღექვათ. ასე რომ თავად ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა წარღვნის მითის შექმნა. შუმერის ბუნებრივი გარემო ამისთვის შესაფერისი იყო. ტიგროსისა და ევფრატის უეცრად და ყველაფრის წამლეკ ადიდებას ადამიანები არხებსა და დამბებს უპირისპირებდნენ, მაგრამ როცა მათი ძალისხმევა ამაო იყო, არაფერი რჩებოდა გარდა იმისა, რომ მაცოცხლებელი წყლის მომაკვდინებლად გადაქცევა ღვთის რისხვად აღექვათ. ხოლო ის ადამიანები, ვინც სტიქიისადმი ადეკვატური დამოკიდებულება გამოავლინეს, თავიანთი თავი და სხვებიც გადაარჩინეს, ღვთის რჩეულებად მიეჩნიათ. ერთი სიტყვით, ადამიანის მიერ ბუნებრივი სტიქიის ღვთაებრივი წარმომავლობის რწმუნებაში უნდა ვეძებოთ წარღვნისადმი მიძღვნილ მითებში არსებული ის სქემა, რომელზეც მითოლოგიურ ლექსიკონში არის საუბარი. იქ სადაც ბუნებრივი სტიქია იშვიათად ან სულაც არ ხდებოდა, გულისხმობ შუმერის მეზობელ ტერიტორიებს, აშკარად იგრძნობა შუმერული მითის გავლენა. მაგალითად, ისე როგორც ეს აქადურ მითოლოგიაში მოხდა, სადაც შეიქმნა წარღვნაზე არსებული შუმერული მითის აქადური ვარიანტი. მისი გმირია ათრახასისი. აქადურად სიბრძნით აღმატებული. წარღვნის აქადური ვარიანტი სამ ვერსიად იყოფა: ძველ ბაბილონური, ახალ სირიული და გვიან ბაბილონური. მითში მოთხრობილი ამბავი კი ასეთი გახლავთ: დედა ქალღმერთის მამის მიერ ადამიანების შექმნის შემდეგ ღმერთი ენლილი აღაშფოთა ადამიანთა მოუსვენრობამ და ხმაურმა და გადაწყვიტა მოესპო ისინი. მოულინა ხალხს ჭირი, ჟამიანობა, გვალვა, შიმშილი, ნიადაგის დამარილება, მაგრამ ღმერთი ენქი დახმარებით ადამიანებმა ამ განსაცდელს თავი გაართვეს და ყოველ ჯერზე ისინი კვლავ მრავლდებოდნენ. ბოლოს ენლილმა ადამიანებს წარღვნა დაატეხა თავს, 7 დღესა და 7 ღამეს რომ გრძელდებოდა. კაცობრიობა დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ ათრახასისი, რომელმაც ღმერთი ენქის რჩევით ააგო დიდი გემი, რომლის სახელწოდება იყო სიცოცხლის შემნახავი ნავი. აიყვანა მასზე თავისი ოჯახი, ქონება, ხელოსნები, ხორბალი და ყველა პირუტყვი, რომელიც ბალახს ძოვს. ღმერთებმა მასაც უბოძეს მარადიული სიცოცხლე. ათრახასის ბაბილონურად უთანაფიშთიმ სიცოცხლის მპოვნელი ეწოდა. შუმერში შექმნილი მითის გავრცელების არეალი მოგვიანებით კიდევ უფრო გაიზარდა და მოიცვა ისეთი ადგილით, სადაც წყალდიდობა უჩვეულო რამ იყო, მაგალითად პალესტინა, ნახევრად უდაბნო, სადაც მუდამ წყლის ნაკლებობა იყო და სადაც დასახლდნენ ებრაელები, რომელთა მითოლოგიაში ჩიაღწია მითმა წარღვნის შესახებ. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მითი წარღვნის შესახებ შუამდინარეთიდან მოდის, მოგვიანებით იგი შეიტანეს ბიბლიაში. ასე გაჩნდა შუმერში შექმნილი მითის კიდევ ერთი ვერსია, ამჯერად ებრაული. წარღვნის მითის ებრაული ვერსიის გმირია ნოე. მისი სახელი უნდა ნიშნავდეს დამაწყნარებელს. ისიც მართალი კაცია, რჩეული ღვთისა. ღვთის დავალებით ააშენა კიდობანი და მრავალი სულიერი გადაარჩინა. ნოეს 3 შვილი, სემი, ქამი და იაფეტი ჰყავდა და წარღვნის შემდგომი თაობების მამამთავარი გახდა. ებრაული ძველი აღთქმის მიხედვით ეს წარღვნა მსოფლიო მნიშვნელობისა ყოფილა, ხოლო ხალხისთვის მისი მოვლინების მიზეზი კი ასეთია: როცა ღმერთის ვაჟების, ანუ დაცემული ანგელოზების
პოზების, ადამიანთა ასულებთან ქორწინების შემდეგ წარმოიშვა ახალი მოდგმა, გოლიათი ადამიანებისა, ღმერთმა აღმოაჩინა, რომ ადამიანები გარყვნილან და ბოროტისაკენ მიდრეკილან. მხოლოდ ერთმა მათგანმა მოიპოვა ღმერთის კეთილგანწყობა. მისი ეს რჩეული იყო ნოე, ადამის შთამომავალი, ერთობ ხანდაზმული, რადგან წარღვნის დროს 600 წლისა ყოფილა. რაკი ღმერთს განზრახული ჰქონდა ადამიანებისათვის გარყვნილების გამო წარღვნა მოევლინა, მან ნოე მოსალოდნელის შესახებ გააფრთხილა და უბრძანა აეგო კიდობანი და ასწავლა როგორი მასალა გამოეყენებინა. ნოემ ააგო კიდობანი და მასში შეიყვანა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცხოველის თითო წყვილი. ბოლოს კი ავიდა თვითონ თავისი ცოლით და აიყვანა შვილები მათი ცოლებით. შემდეგ დაიწყო წვიმა, რომელიც გრძელდებოდა 40 დღეღამე. წყალზე მაღალი მთებიც კი დაფარა და ყველა ცოცხალი არსება დაიღუპა. 150 დღე მატულობდა წყალი. შემდეგ კლება დაიწყო და კიდობანი მთის წვეთს გამოედო. ამის შემდეგ 90 დღის გასვლისას ნოემ კიდობნის სარკმლიდან ყვავი გაუშვა. მაგრამ ყვავმა ხმელეთი ვერ ნახა და უკან დაბრუნდა. გაშვებული მტრედიც ჯერ უკან დაბრუნდა. 7 დღის შემდეგ კი ნისკარტით ზეთის ხილის ფოთოლი თუ რტო მოიტანა, ნიშნად იმისა, რომ წყალი დაშრა და ხმელეთზე მცენარეებმა აყვავება დაიწყეს. კიდევ 7 დღის შემდეგ გაშვებული მტრედი აღარ დაბრუნებულა. მიწამ გაშრობა დაიწყო და წარღვნის დაწყებიდან 365 დღის შემდეგ კიდობნიდან გადმოვიდნენ ადამიანები და მხეცები და ნოემ ღმერთ იაჰვეს მსხვერპლი შესწირა. ასეთია წარღვნის შუმერული მითის ებრაული ვერსიის ჩვენთვის საინტერესო ნაწილი. მეტად საინტერესოა წარღვნის თემა ეგვიპტურ მითოლოგიაში. მოგეხსენებათ, ეგვიპტეში წყალდიდობა ტრადიციულად პოზიტიურ მოვლენად მოიაზრებოდა. ამიტომ წყალდიდობა წარღვნა აქ არა ადამიანების გამანადგურებელ, არამედ ადამიანების გადამრჩენელ მოვლენად არის მიჩნეული. ეგვიპტურ მითს წარღვნის შესახებ ზემოხსენებულ სქემასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. თვითმყოფადია და როგორც ჩანს, რაღაც ოდესღაც მომხდარი და ადამიანთა მეხსიერებაში შემორჩენილი კოსმოსური მოვლენა უდევს საფუძვლად. ამ მითს ძროხის წიგნში ვხვდებით. რამ ეგვიპტელთა მზის ღვთაებამ დაუმორჩილებელ და კრძალვის არ მქონე ხალხს სასჯელად მოუვლინა თავისი თვალი, ქალიშვილი ხოტორ სოხმეტი, რომელიც ცეცხლოვანი ლომის სახით დაატყდა თავს ხალხს და დაიწყო მათი და სხვა ცოცხალი არსებების შთანთქმა. ამან ისეთი დიდი მასშტაბები მიიღო, რომ ყველა სულიერს განადგურება ელოდა. ამიტომ მზის ღმერთი რა და სხვა ღმერთები ცდილობდნენ კაცობრიობის გადარჩენას. რამ ბრძანა დაეთროთ მისი ქალიშვილი, ამისათვის მოამზადეს წითელი მათრობელა სასმელი, განსაკუთრებული ქერის ლუდი, რომელშიც ასევე განსაკუთრებული მინერალი შეურიეს და გაწითლებული ლუდი დიდი რაოდენობით დაღვარეს მთელს ეგვიპტეში. გამძვინვარებულ ქალღმერთს ეს სითხე სისხლი ეგონა, მიეძალა, დათვრა და დაწყნარდა. ამ დროს ბუნება გამოცოცხლდა და ადამიანებიც მომრავლდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ცეცხლოვანი ლომის მიერ ადამიანის განადგურება სიმბოლური გამოხატულებაა უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელებული პაპანაქება-სიცხეებისა და გვალვისა და ამას მოყოლილი შიმშილისა, რასაც ადამიანები შეეწირებოდნენ. მხოლოდ ნილოსის ადიდობამ, რომელსაც ჩამოტანილი შლამის გამო წითელი ფერი დაჰკრავდა, გადაარჩინა ეგვიპტის მოსახლეობა დაღუპვას. აი ასე იქცა ეგვიპტეში ლუდით მოწყობილი წარღვნა ადამიანთა მხსნელ მოვლენად. ინდოეთის მოსახლეობის ყოფაში ინდის, განგისა და სხვა მდინარეების ყველაფრის წამლეკავი ადიდება
ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ამიტომ წარღვნასთან დაკავშირებული მითები საკმაოდ მოეპოვებათ. ეს მითები ძველია და არიელების გამოჩენამდე არსებულ ხანას მიეკუთვნება. ისინი გარკვეულწილად შეიცავენ მითებისათვის დამახასიათებელ სქემას. ეს განსაკუთრებით ეთქმის მით მანუს შესახებ. ერთხელ რიტუალური განბანვის დროს მანუს ხელში ჩაუვარდა პატარა თევზი, რომელმაც თხოვა გამოეზარდა და სამაგიეროდ დაჰპირდა, რომ მომავალი წარღვნის დროს იხსნიდა. თევზი რომ დიდი გახდა, მანუმ ზღვაში გაუშვა, თავად კი მისი რჩევით გემი ააგო. მალე წარღვნა დაიწყო. მანუმ გემი თავისი მეგობრის თევზის რქას გამოაბა, რომელმაც ის მარტოდ მდგარ მთასთან მიაცურა. რამდენიმე ხნის შემდეგ წყალმა დაიწია და თან წაიყოლა ყველაფერი ცოცხალი. მანუ მიწაზე მარტოდ დარჩა. მან შესწირა ღმერთებს მსხვერპლი, რომლისგანაც ამოზრდილი გოგონა ილა ცოლად შეირთო. ეყოლათ შვილები და მისგან იწყება ადამიანთა მოდგმა. არსებობს წარღვნის სხვა ინდური მითიც, რომელშიც ლაპარაკია კრიშნასა და ინდრას კონფლიქტზე. რაც იმიტომ დაწყებულა, რომ კრიშნა შთაუგონებია ინდრასათვის, თითქოს წყემსებს არ ჰქონდათ ინდრასადმი კრძალვა. განრისხებულმა ინდრამ მიწას თავსხმა დაატეხა, რათა წარღვნას მოესპონ წყემსებიცა და მათი საქონელიც, მაგრამ კრიშნამ ხალხი რომ გადაერჩინა, თა ზემოთ ასწია და 7 დღე და 7 ღამე ეჭირა ის თითის წვერით, ვიდრე ინდრამ თავისი მარცხი არ აღიარა და არ შეწყვიტა წვიმა. ცნობილია წარღვნის ამსახველი ჩინური მითი. ეგვიპტურის მსგავსად იგი ჩინური რეალობის თავისუფლების ამსახველია და წარღვნის თემაზე არსებული მითებისათვის დამახასიათებელ სქემას არ იმეორებს. მასში არ არის ცოდვებისათვის ადამიანის დასჯის ამბავი. წარღვნა ჩინელებისათვის უმართავი სტიქიაა, რომელსაც უბედურება მოაქვს და რომლის დამორჩილებაც დიდი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია. მითში ლაპარაკია ადიდებულ წყალთან ადამიანების ბრძოლის თაობაზე, რაც ჩინეთში ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. მითის მიხედვით წყალდიდობამ დიდი ნგრევა გამოიწვია. წყალი უკვე წასწუდებოდა. ხალხი უიმედოდ იყო და აი უმაღლესი მმართველის დავალებით პუნმა დაიწყო წარღვნასთან ბრძოლა. ის 9 წელი აგებდა დამბებს. ზოგიერთი ვერსიით კი ცდილობდა მმართველისათვის მოპარული თვითმზარდი მიწით შეეკავებინა და კალაპოტში მოექცია წყალი. მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია და ამისათვის სიკვდილით დასაჯეს იაუშანის მთაზე. წარღვნასთან ბრძოლა მისმა შვილმა იუმ გააგრძელა. მან არხები გათხარა და წყალი ზღვისაკენ მიუშვა. ჭაობიანი დაბლობებიდან განდევნა გველები და დრაკონები და ეს მიწა უხვი მოსავლის მომცემი გახადა. ბევრი მითი აქვს წარღვნის შესახებ ამერიკელ ინდიელებს. მაიას ტომს ჰქონდა წარმოდგენა, რომ სამყაროს არაერთხელ მოევლინა წარღვნა სხვადასხვა კატასტროფების სახით. მაიას ხალხი თაყვანს სცემდა 4 ძმას, ბაკაბას, რომლებიც წარღვნას გადაურჩნენ. ინდიელთა წიგნში ჩილამ ბალამი არის წინასწარმეტყველება სამყაროს დაღუპვის თაობაზე, რასაც ძმები ბაკაბები გამოიწვევენ, მოავლენენ თავსხმას და ზეცას დედამიწაზე დაამხობენ. სამხრეთ ამერიკაში ჩიფჩას ტომის მიხედვით ღმერთმა ჩიფჩაჩუმ ადამიანებს წარღვნა თავს იმიტომ დაატეხა, რომ მას აწყენინეს. იაგენების ინდიელთა ტომი თვლიდა, რომ წარღვნა გამოიწვია მთვარემ, რომელიც ასევე ადამიანებისაგან შეურაცხყოფილად თვლიდა თავს იმით, რომ მათ ინიციაციათა რიტუალები შეურყნეს. არაკუანებს სჯეროდათ, რომ წარღვნა შედეგია 2 საშინელი გველის ორთაბრძოლისა,
რომლებმაც წარმოაჩენდნენ რა თავიანთ ძალას წყალი ისე მაღლა ატყორცნეს, რომ ამას ყველაფრის წალეკვა მოჰყვა. წყნარი ოკეანის სანაპიროზე მოსახლე ინდიელების მითის მიხედვით წარღვნა გამოიწვია რეინირის მთის მწვერვალზე მცხოვრებმა დიდმა სულმა, რომელიც განრისხებულ ადამიანებსა და მხეცებზე და მათი ამოწყვეტა გადაუწყვეტია. ერთი მართალი კაცისა და მისი ოჯახისა და კეთილი ცხოველებისათვის გადარჩენის საშუალება მიუცია, თუმცა უბრძანებია ამ მართალ კაცს ღრუბლისათვის ისარი ეტყორცნა, შემდეგ კი გაეტყორცნა მეორე ისარი ისე რომ პირველ ისარს მოხვედროდა იქ სადაც ბუმბული აქვს და ასე შემდეგ, ვიდრე ისრებისაგან გრძელი თოკი თუ ჯაჭვი არ წარმოიქმნებოდა. როცა ეს მოხდა, დიდმა სულმა უბრძანა მართალ კაცს და მის ოჯახს, აგრეთვე კეთილ ცხოველებს, ცაზე აცოცებულიყვნენ. ხოლო როცა ცუდმა ადამიანებმა და ავმა მხეცებმა დაიწყეს აცოცება, პირველი ისარი ამოაძრო, ისართა მთელი ჯაჭვი თუ თოკი დაიშალა და ცუდი ადამიანები და ავი მხეცები კვლავ მიწაზე აღმოჩნდნენ. დაიწყო თავსხმა, წყალმა დაფარა მიწა და ყველაფერი ცოცხალი მოსპო. მაშინ წარღვნა დამთავრდა. როცა მიწა გაშრა, მართალი კაცი, მისი ოჯახი და კეთილი მხეცები მიწაზე დაეშვნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მივუბრუნდეთ წარღვნის შესახებ არსებულ ბერძნულ მითებს. დევკალიონის მითში შეიძლება წარღვნაზე არსებული შუმერული და მისი გავლენით შექმნილი აქადური, ბაბილონური და ებრაული მითებისათვის დამახასიათებელი სქემის ამოკითხვა. ამიტომ ისმება კითხვა, ეს სქემა ეგეოსური კულტურის წიაღში ისევე შუმერიდან ხომ არ უნდა იყოს შემოსული, მაგრამ ეს ასე არ არის. ბერძნულ მითოლოგიაში სამი წარღვნაა მოხსენიებული: ოგიგოსის, დარდანოსის, დევკალიონის და კიდევ მითი ფაეტონზე. ამას გარდა კონტინენტური და კუნძულოვანი საბერძნეთის რიგი ტერიტორიების წყლისაგან გადარეცხვის ფაქტი ააშკარავებს, რომ ეგეიდაში ადგილი ჰქონდა ბუნებრივ კატაკლიზმებს, მიწიერსა და კოსმოსურს, რომლებსაც მოჰყვა წარღვნა. ამასთან არაერთი და რომელთა ხსოვნაც ადამიანებს შემორჩათ და ის მითოლოგიაში აისახა.